ჩხრეკა ჩავატარეთ როგორც სახში, ისეთ პირადი ჩხრეკავა. პირადი ჩხრეკა რას ნიშნავს? ღარიბაშვილი დააყენეს და ეს შეიძლება გახადდეს. ხო, ხელები ააწევინეს და ჯიბეები ამოუტრიალეს. მაღალი ალბათობით მათ მოთხოვეს გარკვეული თანხის მოტანა, მოიპარე, მოიტანე. აი ეს იყო მთელი ოპერაციის მიზანი. ობახიძის ესე რომ ვთქვათ, მოშორება ბიძინასთვის ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ პრობლემატურია. 2012 წლის ქართული ოცნებიდან არავინ არ დარჩა. ვინც მის ირგვლივ იყო, ზოგი მოღალატეა, ზოგი გაქცეულია, ზოგი კორუმპირებულია, ზოგი რა ვიცი და ანუ არავინ არ დარჩა, ვინ დარჩა რომ. შეიძლება იმდენ ფულს თხოვდნენ რომ ამდენი არც მოუპარავთ ამ ადამიანებს. ხო, ეს ვერ მიაქვს, უნდათ, მაგრამ ვერ მიაქვს ამდენი. ეს არის ამდენიც არა აქვს. მაღალი ალბათობით ესეც არის. ვერ მიაქვს ეს რაღაცა მაფიოზური მეთოდებით მართლა. მე სიმართლე გითხრათ, სოფლიო ისტორიაში ეს რაღაცა არ გამიდი. არ არსებობს პრეცედენტი. ეგეთ მმართველებზე დიაგნოზი არის პარანოია. ხო, სხვა დიაგნოზი ხარ ერთმანეთს დაშვა. ამბობს თავი დავანებოთ, აგერ ეხა ოპოზიციას ერთად ავგრძალაო ამბობს. ეს ნიშნავს იმ თუ არა იმას, რომ უბრალოდ დიქტატურას გვიმყარებს ეს ადამიანი. არა, ნუ ბუნებრივია ეხა ბუნებრივია დიქტატურისკენ მიდის, ხო, ეს არის მოდელი, ილუზია იმის, რომ ამ ტიპის რეჟიმი ააშენო და შენ დასავლეთთანაც ურთიერთობა გქონდეს. არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ შევდივართ ისევ რუსეთის პროტექტორატის ქვეშ. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. ეს კვირა შეიძლება ითქვას, რომ სენსაციით დასრულდა. გამოვიდა გენერალური პროკურორი და გვითხრა, რომ მათ ჩხრეკა ჩაატარეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახლში. ასევე გაჩხრიკეს უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სახლი და ასევე ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახლი. მათ არამხოლოდ სახლები გაჩხრიკეს, როგორც გვითხრეს, ამ ადამიანებს პირადი ჩხრეკაც ჩაუტარეს და მათი სახლებიდან ამოღებულია სხვადასხვა ტექნიკა და ასევე დიდძალი ფული. ასევე გაჩხრიკეს ამ ადამიანებთან დაახლოებული კიდევ 8 პირის სახლი. როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა, თუ აქამდე მხოლოდ ჭორებად ვიცოდით, რომ შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილი დაეჭირათ, ახლა ეს ყველაფერი რეალობა ხდება. რა ხდება ქართულ ოცნებაში და რამდენად შეიძლება მართლაც დაიჭირონ ირაკლი ღარიბაშვილი? ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება გია ხუხაშვილი. მოგესალმებით, ბატონო გია. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს გადაცემა კვირაობით გადის, მაგრამ დღეს ხა შაბათია, როცა ვიწერებთ. ამას ვამბობ, იმიტომ რომ საათების მიხედვით იცვლება ვითარება და როცა გადაცემა ეთერში გავა, შეიძლება კიდევ ვიღაცა დაჭერილი იყოს, მაგრამ ამ მომენტისთვის, შაბათი შვადღისთვის, ასეთი ვითარება გვაქვს, რომ ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და კიდევ რა ვიცი, რამდენიმე 8 ფარცხალაძის და კიდევ 8 პირის სახლში ჩაატარა ჩხრეკა პროკურატურამ, თავად გამოაცხადეს ამის შესახებ. ჩხრეკა ჩავატარეთ როგორც სახში, ისეთ პირადი ჩხრეკავა. პირადი ჩხრეკა რას ნიშნავს? ღარიბაშვილი დააყენეს და ეს შეიძლება გახადდეს. ხო, ხელები ააწევინეს და ჯიბეები ამოუტრიალეს. წარმოიდგენით ასეთ რამეს? ხო, მე ვფიქრობ, კანონზომიერია ეს ყველაფერი. ეხლა ეს ერთის მხრივ სიურპრიზი არ იყო რა, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია დიდი ხანია ტრიალებდა. მაღალი ალბათობით მათ მოთხოვეს გარკვეული თანხის მოტანა. ხო, რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ თვითმიზანი საერთოდ დაჭერა ესეთ სიტუაციებში არ არის, ხო? მოიპარე, მოიტანე. აი ეს იყო მთელი ოპერაციის მიზანი. ეგ არის საინტერესო. ხო, ნუ ბიუჯეტში უნდა მოიტანოს. არა, ბიუჯეტზე აქ საუბარი არ არის. პარტიის სალაროში. არა, როდესაც ბიუჯეტზეა საუბარი, მაშინ ეს მთლიანად ლეგალურ სფეროში გადის, ხო? ანუ სამართლებრივი განვითარება აქვს და რადგან აი ესეთი კულისური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს რაღაც გარკვეულ სალაროში იყო მისატანი. შავ სალაროში. სალაროში, მით უმეტეს ახლა ბიძინას ამ ბოლო დროს ფინანსურად ცოტა გაუჭირდა და მას გარკვეული კომპენსაცია ჭირდება, ხო? ახლა ერთის მხრივ მისი მდგომარეობა ნახეთ როგორია, ხო? ის მართავს ქვეყანას, ყველაფერს აკონტროლებს, ამ დროს ფინანსურად ის ზარალდება და მისი ხელისბიჭები ეგერ თურმე ფულებში არიან გასული და გაბრაზდა კაცი ბოლომდე. ახალი არ იცოდა 13 წლის განმავლობაში. არა, როგორ არ იცოდა ეს ერთგვარი ტექნოლოგიის თემაა, საერთოდ ბიძინამ რაღაც ეტაპზე ჩათვალა, ხო, თავიდან ესე არ იყო, მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩათვალა, რომ კორუფცია არის იმ ტიპის რეჟიმების, ესე რომ ვთქვათ, მდგრადობის
აუცილებელი ელემენტი რა ტიპის რეჟიმსაც ის აშენებდა, ხო? ეხლა სისტემა როგორც ურჩხული, როგორ მუშაობს, მას მუდმივი კვება ჭირდება. ეხლა ბიძინა თავიდან კი პირობას იძლეოდა, მაგრამ მე მიხვდა რომ თავისი საკუთარი სახსრების გადახდა ამაში არ უნდოდა და ამ დროს შეუნდა მიუშვა ადამიანები, რომ თვითონ ურჩხულმა თვითონ კვებოს თავისთავი, ხო? იმისათვის რომ მდგრადობა შეინარჩუნოს. და გარდა ამისა პოლიტიკური ინტერესიც არის, იმიტომ რომ კორუმპირებული ადამიანის მართვა ბევრად უფრო მარტივია, ხო? როდესაც ადამიანი არის კორუმპირებული, შესაბამისად კომპრომეტირებული, ის ესე რომ ვთქვათ, შენთვის მაღალი რისკის შემცველი ვეღარ იქნება. ამიტომ კორუფცია არის ამ სისტემის შემადგენელი ნაწილი, თუმცა კორუფცია უნდა იყოს კონტროლირებადი. აი როგორც რუსეთშია, ხო? ესენი გავიდნენ კონტროლში. ხო, ნუ როგორც ჩანს, ყოველ შემთხვევაში გავიდნენ თუ არ გავიდნენ, ეს ცალკე დისკუსიის საგანია, ხო? ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბიძინას აწყობდა, ეხლა ჩაეთვალა რომ გავიდნენ რა, იმ ბოსტონის ფარგლებიდან, რაც მათ მოუზომეს თავის დროზე. აი ეს რამ გამოიწვია, რომ ეს შეიცვალა დამოკიდებულება. მე ვფიქრობ, რომ აქ რამდენიმე წახნაგი აქვს ამ თემას, ხო? პირველი, ეხლა რომ გავაგრძელო ის, რაც აქამდე ვილაპარაკე, აი წარმოიდგინეთ მწყემსი და ცხრისფარა, ხო, არის ესე რომ ვთქვათ, მათი მოსუქე იალაღებზე გაყვანის და მათი საბალახოზე, რასაც ქვია, მათი მოსუქების პერიოდი და მერე დგება პარშვის პერიოდი, ხო? უნდა მიუშვა, ადამიანებს შეუქმნა ილუზია, რომ თვითონ ბიძინას ხო არ უნდა და კორუმპირებული დარქმოდა, ხო? მას ის სუფთა უნდა ყოფილიყო. და როდესაც სუფთა გინდა იყო ერთის მხრივ და თან გინდა რომ ფული იშოვო, რა უნდა გააკეთო, ხო? უნდა შემოიკრიბო ხარბი ადამიანები ირგვლივ, ისინი მერე მიუშვა ფულის აკეთებლად და ადამიანს როდესაც გონია რომ ის ამ ფულს თავისი საკუთარი ინტერესებისთვის შოულობს, ის ბევრად უფრო ეფექტურია ამ საქმეში, რასაც ქვია. და რაღაც მომენტში მერე უნდა ადგე და ამ ხალხს მოატანო მათ მიერ ესე რომ ვთქვათ, მძიმე შრომის შედეგად მიღებული შემოსავლები, ხო? შენ კორუმპირებულს ვერავინ ვერ დაგიძახებს, იმიტომ რომ ქურდი არ არის მოგეხსენება. ასე რომ ეს არის მარტივი სქემა, ხო? რაც შეეხება საკუთრივ პარსვას. და თან ახლა ხალხს ეუბნები, რომ აი კორუფციას ვებრძო. აი ხალხს კითხვა არ უჩნდება 13 წელიწად არ ებრძოდა. ხო, ვინ ხალხსაც ის ელაპარაკება იმათ კითხვები რომ უჩნდებოდეთ, ამ კითხვებს გაურბიან, ხო? ეს არის კონფორმიზმის განსაკუთრებული ფორმა ესე რომ ვთქვათ გამოჩნდა საქართველოში, ხო? როდესაც ყველაფრის გაправება შეიძლება, ხო? ხო და მოკლედ ეს არის ერთი ისტორია, მაგრამ ამ ისტორიას მიება მეორე ისტორია, უკვე კობახიძის ისტორია, ხო? მე ვარაუდობ, რომ კობახიძის გაპრემიერება დიდწილად უკავშირდებოდა იმას, რომ ის ბიზნესთან მიდიოდა და ეუბნებოდა სულ რომ აი ეს რაღაც ბიზნესებშია, ეს ენის მიტან-მოტანებში როგორც ჩანს ძალიან მაგარია, ხო? და დადიოდა და ხშირად რაღაც ინფორმაცია მიქონდა, ხო? ეს აი ბრაზილიური სერიალებში რო წარმოვიდგინოთ, აი ეს ბოროტი შვილები რო არიან და მამასთან ერთადერთი მემკვიდრე რო უნდა დარჩენ და სხვა შვილებზე ცუდამბებს რო უყვებიან, ფულს როგორ იპარავენ, ბიზნესს უნგრევენ, შენი სიკვდილი უნდათ მამიკო და ასე. აი, კობახიძე დაახლოებით აი ეს ბოროტი ბავშვი. ეგ პერსონაჟია, ხო და ბიძინა უსმენდა, ბიძინა ყველას უსმენს, ხო და თავს უქნევდა, რა თქმა უნდა, იმათანაც თამაშობდა, რაღაც ეტაპზე მერე ბიძინას პრობლემები რო დაეწყო ფინანსური და როდესაც ჩაითვალა, რომ ის მოწყვლადი იყო ამ თემისთვის, ხო, ფული მისთვის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. როგორც ჩანს, კობახიძემ და მისმა გუნდმა ბიძინას შესთავაზეს თავისი მომსახურება, ფულის ამოღების მიზნით. და ვფიქრობ, რომ მისი გაპრემიერების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ესეც იყო, რომ მან აიღო პასუხისგებლობა, რომ ამ ხალხს ფულს მოატანებინა. დაიწყო ეს ყველაფერი, ეხლა მე რაღაც ბელეტრისტიკაში გადავიჭერი მართალია, ხო, მაგრამ რეალური ცხოვრება ხშირად გავს, ხო? რაღაც ვერ გამოვრიცხავთ ხარ. ხო. ისეთი ვითარება. ვერ ამოიღო ეს ფული კობახიძემ. ფული რო ვერ ამოიღო,
ბიზნესგან თავი რაღაც თქონდა დაეცვა, ხო და დაიწყო ეს ჭორების დისტრიბუცია საზოგადოებაში. ჭორების რაზე, რომ აი ესენი ოპოზიციას აფინანსებენ, რომ ოპოზიციასთან არიან შეკრულები და ხა ბოლოს იჯდა ყობახიძე ამბობდა, რომ არ ვიცი რის გამო კორუფციაზე რომ გამოძიება დავიწყეთო თუ რის გამო ესენი ოპოზიციას დაუკავშირდებნენო და გქონდა ინფორმაცია რომ 4 ოქტომბრის წინ ფულს აძლევდნენო და ინფორმაცია ეს არის მოგონილი ისტორია. მე ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ღარიბაშვილი ეხა ოპოზიციასთან ხაბეიშვილს აძლევდა, მაგრამ ვიღაცებისგან ხო ქონდა ლევან ხაბეიშვილის ინფორმაცია. ყველაფერი წინასწარ იცოდა სანამ დაიჯერა. ღარიბაშვილს და ლილუაშვილს დაუშვათ თეორიულად რომს დაუშვათ, რომ რაღაცას აწვდიდნენ ინფორმაციას თუ ფულს, ხო? ეს ვერ იქნებოდა, ეს იქნებოდა ძალიან, ესე რომ ვთქვათ, საიდუმლოდ გაკეთებული, ხო, იმდენად რომ ყობახიძეს ეს არ ეწოდებოდა. მაგრამ საერთოდ სისულელეა, ჩემის აზრით ეს თემა, ეს ჭირდებოდა ყობახიძეს იმის, რომ თავი იმართლოს ერთის მხრივ ბიზნესთან, თუ რატო ვერ ამოიღო ეს ფული, ხო, რომ ესენი საერთოდ ეგრე მოღალატეები არიან და ოპოზიციაში შეეკრენ და მეორეს მხრივ ელექტორატის იმ ნაწილსაც ესე რომ ვთქვათ, ელაპარაკებიან, რომელსაც გარკვეული სენტიმენტები ღარიბაშვილის მიმართ მაგალითად აქვს, ხო? იმათ ეუბნებიან, რომ შენ ჩვენთან დარჩი, იმიტომ რომ იმან გვიღალატა და ეგერ ხაბეიშვილთან და ვიღაცებთან თანამშრომლობს, ხო? ანუ აქაც პოლიტიკური მოტივები ლაგდება თუ რატომ შეიძლებოდა დაუშვათ ან თუ მართლა დაჭერას უპირებენ იმათ რომ სენტიმენტები არ გაუჩნდეთ კონცეფტს რომ მოღალატეა და მოღალატე არ უნდა შეგეცოდოს. ხო, ამას ვამბობ. ოპოზიციაში. ამას ზუსტად ეს თქვი, ხო, ზუსტად ეს არის და მეორე გითხარით უკვე რომ ბიზნესგან თავის დაცვის გარკვეული მექანიზმია, ხო? ეხლა რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, ამას უნდა დავაკვირდეთ. ისინი რატო არ დაიჭირეს? აქ საინტერესო თემა არის ეს ხაბეიშვილს მაშინ საიდან ქონდა ეს ინფორმაციები სპეციალურად აძლევდა. ხაბეიშვილისთვის ინფორმაციის მიცემა ჩემის აზრით სხვა არხებიდან მიმდინარეობდა და ეს კიდე მეორე სპეცოპერაცია მიმდინარეობდა საზოგადოების აგდება ერთდღიან რევოლუციაზე, რომ მერე შეეკერათ ეს სახელმწიფო გაატრიალების საქმე, ხო? ხაბეიშვილს სხვადასხვა შუამავლების მეშვეობით და ფსევდოსპონსორებიც იყვნენ ამ საქმეში, რომლებიც რაღაც დიდს კი არა, მაგრამ ალბათ რაღაც ფულიც ფიგურირებდა ამ თემაში, რომ აეგდოთ საზოგადოება, რომ აი რაღაც არსებობდა, რაღაც გეგმა, რომ ერთ დღეში შეიძლებოდა ხელისუფლება, ესე რომ ვთქვათ, შეცვლილიყო, ხო? და აი აქ ხაბეიშვილისგან უნდა გაებერათ კარგად ინფორმირებული უნდა გამოეჩინათ, კარგად ეს შეფუთული და ამ შემდეგ, ანუ მისი ავტორიტეტი, მისი პრესტიჟი უნდა აეწიათ იმისათვის, რომ ეს კონსოლიდაცია მოხდარიყო და ეს მოხდა კიდევაც. სხვა შორის ძალიან კარგად იმუშავა სუსმა ამ პროვოკაციის დადგმის პერიოდში, ხო? ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო გაატრიალებასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ აქ უცხოეთის სპეცსამსახურებიც იყვნენ ამაში ჩართულები. უცხოეთს რო ამბობ, რუსეთს გულისხმობ. არა, იმათ ხო უყვარს უცხოეთის აგენტები და რეალურად აგენტები თავისთან უნდა მოიკითხონ უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს უწოდებენ რა. იმიტომ რომ საკმაოდ მასშტაბური ოპერაცია იყო, ორი ამოცანა ჰქონდათ მათ. ერთის მხრივ არჩევნები უპრობლემოდ უნდა მოეგოთ აი იმ სქემით, ხო, რაც ქვია ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრება, ერთი დომინანტური პოლიტიკური ძალით და მისი სატელიტი ოპოზიციით და მეორეს მხრივ იგივე დღეს უნდა მოხდარიყო ძალის დემონსტრირება მორიგი სახელმწიფო გაატრიალების საქმის შეკერვით. ორივე ეს ამოცანა შეასრულა იმან ბიზნესამ, ხო? სპეცსამსახურების მეშვეობით. ასე რომ ეს საკმაოდ კარგად ჭკვიანურად გათვლილი ოპერაცია იყო რუსული, ესე რომ ვთქვათ, მეთოდოლოგიით, ალგორითმით შეიძლება ითქვას, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც პროვოკატორები, ოპოზიციაში ჩანერგილი, ასევე სასარგებლო ბრიყვები, ასევე ფსევდოსპონსორები და ქართული საზოგადოება იქნა საზარბაზნე ხორცად გამოყენებული, ხო? ეხლა იგივე, როდესაც ჩვენ საუბრობთ აი ამ პოლიტპატიმრებზე, აი ამ ლიდერებზე, ხო? მე რა თქმა უნდა ვამბობ, რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან,
მაგრამ მეორეს მხრივ ეხა მათი გმირად წარმოჩენის წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ გმირი შენ ხარ, როდესაც თავგანწირვის მაგალითს აჩვენებ, მაგრამ მხოლოდ შენ თავზე ხარ პასუხისმგებელი, მაგრამ როდესაც შენ იგივე ხრამს უახლოვდები და ხრამში ხტები და კიდე 50 კაცს უკან გამოიყოლებ ისე რომ ისინი საქმის კურსში არ იყვნენ, ხო? მე ამას გმირობას ვერ უწოდებდი ვერანაირად. მიუხედავად ჩემი პატივისცემისა პატა ბურჭულაძის მიმართ, ხო, მე ვთვლი რომ მას ამ ტვირთის ზიდვა მოუწევს, რომ მან მარტო თავის თავზე კი არ აიღო პასუხისმგებლობა, არამედ ბევრ სხვა ადამიანზე და ბევრი სხვა ადამიანი გახვია შარში. აი იმ ილუზიების და ყალბი იმედების შექმნით. რაც შეეხება რომ დაუბრუნდეთ თემას, მთავარ თემას, ხო? ამ თემას ეს სხვაას რამდენად შეიძლება ღარიბაშვილთან და ელოშო დაკავშირების ამბების სინამდვილეში უკავშირდებოდეს ფსევდოოპოზიციის ჩამოყალიბების. ანუ ღარიბაშვილს სპეციალურად ფონს უქნიან იმისთვის, რომ მისი გაბრაზება და ოპოზიციაში წასვლა გამოჩნდეს რეალური, აი იჭერდა ბიძინა და სხვა რა ექნა, იმიტომ რომ გავიხსენოთ ახლა პარალელურად რა პროცესი ვითარდება, დაიწყეს პარტიების აკრძალვაზე უკვე სერიოზულად მუშაობა, საკუთრივ სასამართლოს მიმართავენ მალე, ამბობენ რომ ფაქტობრივად ოპოზიციას ვინც არის ველს ასუფთავებენ, ველს მოვასუფთავებთ. კობახიძემ ეს თქვა ინტერვიუში, რომ ეს ძველი ოპოზიცია აიკრძალება და 2028 წლისთვის ახალი ოპოზიცია იქნება უკვე არჩევნებისთვისო და ამ ნათქვამს და ამ ყველაფერს თუ დაუკავშირებ, შეიძლება სწორედ ამისთვის უქმნიან ღარიბაშვილს ფონს, რომ ის მერე ოპოზიციაში წავიდეს პარტიაში და ხალხმა დაიჯეროს, რომ ხა იჭერდა ბიძინა და მე პრაქტიკულად მე ამას გამოვრიცხავ, თქვენ რასაც ამბობთ, იმიტომ რომ ესეთ დროს კორუფციული თემით არ მინდიან. იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვთ ეს კორუფციული შლეიფი, რეალური შლეიფი აქვთ, ხო ეს ხო არ არის ეხა მოგონილი კორუფციაზე ხო არ ლაპარაკობთ პატიოსან ადამიანებზე, ხო ეხა ჯერ ძალიან ბევრი სიუჟეტი და გამოძიებაც არის ჩატარებული ამათ ქონებაზე და ბავშვის თვითმფრინავით ესე რომ ვთქვა სეირნობაზე და ბევრ სხვა რამეზე. ასე რომ მე მგონია რომ ეს ძალიან შეთქმულების თეორია იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ კიდე ერთი განზომილება აქვს ამ თემას, ალბათ საინტერესო, ეს გახლავთ კობახიძე გიხსენეთ ეხან, რომ ის თავს იცავს, ხო? გარდა ამისა, მისი ამოცანა არის ბიძინას ირგვლივ მიწის დაწვა. ანუ აი ერთადერთი მემკვიდრის იმიდან რომ ამოვიდეთ, ხო? კობახიძემ აიღო პასუხისმგებლობა ფულის ამოღებაზე, დაარწმუნა ბიძინა, რომ ესენი არიან მამაძაღლები, ძალიან კორუმპირებულები, აიღო პასუხისმგებლობა ფულის ამოღებაზე, ამას დაამატა მერე მათი ესე რომ ვთქვათ ოპოზიციასთან შეკრულობა და მოღალატეობა, ხო? და აქ მეორე მიზანიც არსებობს. ის უნდა დარჩეს ერთადერთი მემკვიდრე, იმიტომ რომ ჩვენივრად ესმის, რომ სანამ ბიძინას ესე რომ ვთქვათ ყავს რაღაც გარემოცვა, სანამ იზოლაციაში არ არის, ხო? ის საფრთხის წინაშეა და ბიძინასთვის ეს დამახასიათებელია. ეხლა თქვენ გონიათ ბიძინას ეხლა მოწონს კობახიძე რომ ესე ყელყელაობს და ესეთ ამბებში როა. კითხვა მინდოდა და მე თქვა რომ გავიგე რომ კობახიძე შეიძლება სურს, მაგრამ ბიძინას სურს ეგ? ბიძინას ეს არ სურს, აი მივედით ეხლა მანდ, ხო? მივედით მანდ. მე ეხლა ყოველთვის ვამბობდი თქვენთანაც მithქვამს და ეხლა ვიტყვი რომ ბიძინა შეუძლია ერთ დღეში მოუღოს ბოლო კობახიძეს, ხო? მაგრამ დღეის მდგომარეობით მე ვფიქრობ აქ გარკვეული სირთულეები გაჩნდა. ძალიან შორს წავიდა ეს ყველაფერი და იმიტომ და რატომღაც მეჩვენება რომ კობახიძემ შეიძლება გარკვეული დაზღვევებიც მიიღო. სავარაუდოდ, მაგალითისთვის რუსეთიდან, ხო? მე ვფიქრობ ამ ყველაფერში გარკვეული როლი ითამაშა ჯანგველაძის кейსმაც, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, იმიტომ რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე მკვლელობა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯანგველაძის მკვლელობა ეს არ არის იმ ესე რომ ვთქვათ პროვინციის თემა, რასაც საქართველო ქვია, ხო? და გლობალური გაგებით, რა თქმა უნდა, ეს ერთი პროვინციაა, ხო? ეს უკვე ტრანსნაციონალურ თემებს და ესე რომ ვთქვათ დაუკავშირდა დიდ გადანაწილებასთან გვაქვს ახლა საქმე და ჩვენ ამას უყურებთ პარალელურად, ხო? დიდ გადანაწილებასთან ეს არის ფაქტორები, რაც ბიძინასთვისაც აგრეთვე გასათვალისწინებელია და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ
რომ კობახიძის ესე რომ ვთქვათ, მოშორება ბიძინასთვის ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ პრობლემატურია. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ მოიშორებს. მოიშორებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრად უფრო სერიოზული ძალისხმევა დაჭირდება იმისათვის, რომ ეს გააკეთოს. ჯერჯერობით, სანამ აი ეს ყველაფერი ვაქხანალი არ დასრულდება, აი ამ ესე რომ ვთქვათ, ღარიბაშვილის და მისი ძმების მიმართ, ხო, ბიძინა ნაბიჯს ვერ გადადგავს, ეხა დღეს კობახიძე თამაშობს, ის არის შეტევაში, ხო? შესაბამისად, ეხა ბიძინამ რო ეხა კონტრშეტევა დაიწყოს, მე დარწმუნებული ვარ, მას არ მოწონს ეხა რაც ხდება, ხო? კონტრშეტევა რო დაიწყოს, საერთოდ შეიძლება კონტროლი დაიკარგოს ყველაფერზე, ხო? ამიტომ ბიძინას აქვს ეს სტრატეგიული მოთმინების უნარები ძალიან მაღალი დონის, ხო? მე ეს კარგად ვიცი. მას შეუძლია მტერს უჩინოს 2 წლის განმავლობაში და მე 2 წლის თავზე დაახჩოს. ხო, რუსეთში უდავს მახრჩობელას ეძახნებოდა რა, შეიძლება მართლაც ეგრე იყო, მართლა ეძახდნენ ეგრე. მე ეს ვიცი და თურმე არ გეუბნებით. ხო და აქედან გამომდინარე, ბიძინა ეხა დაელოდება რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მას გააწყვეტილი აქვს კობახიძის ჩარეცხვა. ეხაც ჩარეცხავდა. ეხა უკვე მე ვფიქრობდი, ჩემი პროგნოზი ესეთი იყო, რომ ეხა აი ამ არჩევნებთან დაკავშირებით მთელ ცოდვებს მას აკიდებდა და პიკზე, აი კარიერის პიკზე წასული პრემიერები ხო გვინახავს, პიკზე გაუშვებდა, მაგრამ ზუსტად ამიტომაც შეიძლება კობახიძეს და მის ჯგუფს, რადგან ქონდა ამის მოლოდინი, ამიტომ დაიწყეს ფორსირებული შეტევა ესე რომ ვთქვათ, ღარიბაშვილზე და ეს ხო ბიძინას ვიზის გარეშე მაინც არ მოხდებოდა ალბათ. ბიძინას ვიზა არის, რატომ არის? ბიძინა ვიზაზე უარს ვერ ეთყოდა, იმიტომ რომ თავიდან რო იწყებოდა ეს ოპერაცია ბიძინასთან ხო შეთანხმებული იყო, ეს ფული ხო ბიძინასთან უნდა წასულიყო. შესაბამისად, ბიძინამ უთხრა მიდი ხო, მაგრამ ეს ეუბნებოდა რომ ფულს ამოვიღებთ, ყველაფერი წყნარად იქნება, მაგრამ ძალიან შორს წავიდა ეს ყველაფერი. გავიდა რიჟვაზე თავის მოყვასსა და ხო, ძალიან შორს წავიდა, ანუ რა მოლოდინებიც ბიძინაც ჰქონდა, რომ წყნარად ეხა მისცემდა რიცხვებს და ისინი ჩემოდნებით მოიტანდნენ, ესე არ მოხდა, ხო? ხო და შესაბამისად კობახიძეს ეხა ჭირდება, რომ სულ შეტევაში იყოს იმისათვის, რომ ბიძინას არ მისცეს საშუალება, ესე რომ ვთქვათ, ზომების მიღების. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ბუნებრივია. საბოლოო ჯამში ეხა ბიძინა, ჩემის აზრით, ეხა ბიძინას თამაშის დონე, ხო, მისი ტაქტიკური ნიჭი, ტაქტიკური თამაშების ნიჭი და კობახიძის უბრალოდ შეუდარებელია და ბოლოს მაინც ბიძინა იგებს. უბრალოდ კობახიძის ალტერნატივა მე მგონი არც ყავს ამ ეტაპზე, ხო? ხო, ეს იყო კობახიძის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ეს იყო, რომ გზა მიწა დაეწვა ბიძინას ირგვლივ, რომ ბიძინა ხო თვითონ არ დაუპირისპირდება, ვიღაცის ხელით უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, ხო და ეს ერთ-ერთი ამოცანა კობახიძის ზუსტად ეს იყო, რომ არავინ არ დაეტოვებინა მის ირგვლივ. და შესაბამისად ამიტომ ვფიქრობ მე, რომ კობახიძემ რადგან თავისი აი მეფის კარზე საკუთარი თამაში წამოიწყო გარკვეულწილად, ხო? ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ამას თვითონ არ აკეთებს. ანუ მას ყავს სამარკაფო პატრონები ბიძინას გარდა, რომლებიც კობახიძის ხელით ბიძინას ეთამაშებიან უკვე. გარკვეულწილად. ასეთი ვარიანტი შეიძლება. კი, არა. მე არ ვამბობ, რომ კობახიძე ბიძინასთან არ არის, ბიძინასთანაც არის, მაგრამ აი სარეზერვო სამარკაფო ისინი, რომლებიც კობახიძეს იყენებენ სასარგებლო ბრიყვად და ათამაშებენ აი გრძელ თამაში ათამაშებენ ბიძინას წინააღმდეგ. ვინ, ანუ რუსები? რუსები, რა თქმა უნდა, აბა ხა სხვა ვინ. ძალიან ბევრი დეტალია, ძალიან ბევრი წახნაგი აქვს ამას ყველაფერს, ხო? აი მრავალპლანიანი თამაშია რა. ხო და აქედან გამომდინარე, ხა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდების დონეზე ვისაუბროთ, მაგრამ მე რაც გითხარით, შეიძლება ყველაფერი არა, მაგრამ ბევრი რამე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ისეა, როგორც მე მოგიღებდით რა. ხო, ბევრი რამ გამოჩნდება, ხო, აქამდე ბევრი რაღაცა იყო წარმოუდგენელი, ხო, ვიღაცას რო ეთქვა, რომ დაახლოებით 1 წლის წინ რო ღარიბაშვილის სახლში გაჩხრიკავენ
ეხა მერაბ ლილუაშვილს გაჩხრიკავენ, ამას ვერავინ წარმოიდგენ. მერაბ ეხა წარმოიდგინე. ამიტომ უკვე ვერაფერს ვეღარ გამოვიდა. 2012 წლის ქართული ოცნებიდან არავინ არ დარჩა. ბიძინა ხო სულ ამბობდა მენეჯმენტი ჩემი კანიოკია. სულუკიანი დარჩა, კალაძე დარჩა და ეს დიავოლსკი. მისი მენეჯმენტი კანიოკი არის, მაგარი ჯაგლაგი კანიოკი ყოლია პირდაპირ გეტყვი, იმიტომ რომ ეხა წარმოიდგინე რა, ყველა ანუ ვინც მის ირგვლივ იყო, ზოგი მოღალატეა, ზოგი გაქცეულია, ზოგი კორუმპირებულია, ზოგი რა ვიცი და ანუ არავინ არ დარჩა, ვინ დარჩა რომ ერთადერთი კალაძემ გადაირჩინა თავი, ისიც იმით რომ ესე რომ თქვა თავის ხარკი გადაიხადა მერობის კამპანიის საკუთარი სახსრების ჩატარებით. ამით გადაიხადა. თვითონ დახარჯა ფული. ხო. ალბათ, სავარაუდოდ. ხო, საინტერესოა, მაგრამ რამდენად შორს წავა ეხა ბიძინა და კობახიძე და რამდენად დაიჭერენ მართლაც ღარიბაშვილს როგორ გონიათ? ნუ ეხა წინასწარ როგორ გითხრათ, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ხო? ფაქტია რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გუში რატო არ დაიჭირეს? ეხა ადამიანთან ჩხრეკას რო ატარებ და არ იჭერ, ხო? თან გამოგვიცხადეს რომ ამოვიღეთ რაღაცა ტექნიკური საშუალებები, ამოვიღეთ ბევრი ფული, დიდძალი ფული. რო არ იჭერ ეს ნიშნავს რომ ფულის საგანგებოდ გვითხრეს. ფაქტობრივად ბოლო გაფრთხილებაა რა. ანუ ამას უფრო გაფრთხილების სახე აქვს, რომ აი რამ ერთ კვირაში ფულს მოიტან თუ არა და დაგიჭერთ. შეიძლება იმდენ ფულს თხოვდნენ რომ ამდენი არც მოუპარავთ ამ ადამიანებს. ხო, ეს ვერ მიაქვს, უნდათ, მაგრამ ვერ მიაქვს ამდენი. ეს არის ამდენიც არა აქვს. მაღალი ალბათობით ესეც არის რა. ხო, რიჟვაძე ხა თავს მოვთ ავტომოვიკლავ, თუ ფული მაქვს მოპარული და სხვა გზა არ მაქვს, მივიტანე ფულს ხა თავს რატომ მოვიკლავ. მე მაქვს რა თქმა უნდა ეს ეჭვი რომ ვინც ამ თანხებს ასახელებს, მან მაინც და მაინც არითმეტიკა კარგად არ იცის, ხო? ასე რომ სავსებით შეეძლებელია რომ ორჯერ და სამჯერ მეც ითხოვენ, ვიდრე ამ ხალხს რეალურად მოპარული აქვს. მოპარული ბევრი აქვს, რა თქმა უნდა, ეხა გასაგებია, ხო? ეხა ეს სხვა წყაროებიდან ვიცით. სხვადასხვა ტიპის, ეხა შეიძლება თვითონ ფიქრობენ, არც მოუპარავთ, ეხა ბიზნესში რო წილში ჩაუჯდება ვიღაცას ან ესე რო თქვათ რაღაც მონოპოლისტი რო გახდება, ამას მოპარვას არ ეძახიან ეს ხალხი. ამას ეძახიან ბიზნესმენობას. ბიზნესმენობას ეძახიან. ხო და მე ვფიქრობ აი რიჟვაძის кейსი ამ ვარაუდს ამყარებს, ხო? ეხა შეიძლება რიჟვაძეს იმდენი მოთხოვეს, რომ თვალითაც არ უნახავს იმდენი ფული და ნერვიულობის ნიადაგზე ადგა და აფექტის მდგომარეობაში რაღაცა სცადა. ამან სხვადასხვის რიჟვაძის кейსი დაეხმარა ყველას. აი ამ კორუმპირებულებს. რატო დაეხმარა? იმიტომ რომ გადავადა და მათი დაჭერა. რიჟვაძეს რო ფული მიეტანა, ანუ წარმატებულად სასულიყო ის ოპერაცია, ყველა მიარბენინებდა, მაგრამ აი რიჟვაძის ესე რომ ვთქვათ, აი ამ საქციელმა ხო რაღაცნაირად ყველას გული მისცა რა. თქვენ არ გაიკვირდეთ რომ რომელიმე ხა აი შეიძლება ესენი არა ვიღაც სხვა იგი 8 კაცია კიდე ვიღაც ხო კიდე ღმერთმა ყველა აცოცხლოს და დაიფაროს, მაგრამ რაღაც ტრავმატული მომენტები ბევრი ხა ციხის უფროსმა მოიკლა თავი, ხა ეგ ალბათ კორუფციის თემას არ უკავშირდება. ეს უკავშირდება ცოტა ბაჩიაშვილის საკითხს. ხო, არა, ნუ შეიძლება ვიღაცა სიმამრის ესე რომ ვთქვათ ფაზენ და მესამე სართულიდან გადმოხდეს ფეხი მოიტეხოს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ასე რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ამ ყველაფრის ესეთ საწყის ეტაპზე, თუმცა დიდხანს ეს ვერ გაგრძელდება. ეს არ არის ძალიან გრძელი თემა, ხო? იმიტომ რომ რადგან ჩხრეკა ჩატარდა, ეს ნიშნავს, რომ უკვე ერთი კვირის, ორი კვირის ვადაში ან მოილაპარაკებენ, ან არა და დაიჭერენ. ხო, და რა საინტერესო ვითარებას მივიღებთ, ანუ ხო, მართავს ქვეყანა ადამიანი, რომელსაც 13 წლის განმავლობაში მისცა ამ ხალხს უფლება რომ ავის ფული ეკეთებინათ და დღეს ეუბნება რომ მოიტანეთ ფული. თან ჩემთან მოიტანეთ. ხო და ამას ამბობთ ახლა თქვენ და თქვენ რა გიგეთ ეს ხალხი ზოგი თავს იკლავს, ზოგი რაღაცა ციხისთვის ემზადება. ამის პირდაპირი მაგალითი გვაქვს რომ ესე უყურებს ცხოვრებას. ბაჩიაშვილის кейსი აბა სხვაზე რაზე მეტყველებს. ბაჩიაშვილს რომ მისცა მან ფული ასე ბანკიდან სესხი აიღო, ხო? ფული რომ მისცა და ბაჩიაშვილმა ამ ფულით სტარტაპი გააკეთა და ძალიან დიდი ფული იშოვა, ხო, ბიჭინათ. ფული გაშორვინე ძმა მაიტა, ხო? ხო, აი, წარმოიდგინეთ რა, რომ ბანკში თქვენ ფული ისესხეთ რაღაცა და სახლი აიშენეთ, რომელიც
ესე რომ ვთქვათ, რომლის ღირებულებაც მე გახდა 3-ჯერ და 5-ჯერ უფრო მეტი. და ბანკი რომ მოგადგეს, გვერდზვაო, ეგრე სად არის მე 7%-ს მიხდიდი და შენ 500% აიღო. დავაი, მომეცი ჩემი წილი. აი დაახლოებით ეს ხდება, მეტი არაფერი არ ხდება. ხო და თან წარმოიდგინე რაზე მიდის, ამ ბაჩიაშვილის გამო კანონმდებლობა ხო შეცვალა. ვინმე თუ ფინანსურ დანაშაულშია, რა ნათესავი ვეღარ და პურს ვერ მიაწვდი. პროგრამოა, რომ იმის იმედი არ კონდეს. იმის იმედი რო არ კონდეს ბაჩიაშვილს, აი მოვიხდი და ამ პურს მაინც არ გადავიხდი, ციხეში ვიჯდები და ამის რომ გამოხვალ, მე ვერც პურს ვერ დახო, განკარგავ. საზღვარგარეთ ვერ წახვალ და პლუს შობლებს ბზეს ის პატიმრობა შეუფარდეს. ძევლად აყავს. მოასწრეს ბაჩიაშვილის შობლება საზღვარგარეთ გაიქცნენ და საქართველოში ვერ ჩამოვლენ, პატიმრობა აქვს შეფარდებოდა. შობლები დაუჭირა. ძევლად აყავს ყველა. ძევლად აყავს ყველა. აი ბურჭულაძის ირგვლივ რა გააკეთეს ხო? ეს თავდაცვის მინისტრის ძღოლიც დაუჭირა. თავდაცვის მინისტრი. ხო, ანუ თუ ვინმე იყო ეს სულ დაგვაუწყდა თავდაცვის მინისტრის ციხეში ზის. ხო და ანუ საბოლოო ჯამში ვერ მივხვდი ეს რაღაცა მაფიოზური მეთოდებით მართლა. მე სიმართლე გითხრა, სოფლიო ისტორიაში ეს რაღაცა არ გამიგი. არ არსებობს პრეცედენტი რა. აი წარმოვიდგინე რომ აი მთელი გუნდი არის მართველი, ხო და მთელი გუნდი ყველა დასაჯერია ხო? ყველა ვიღაცა დაიჭირო, ვიღაცა ეგეთი რა ეგ ხო ანუ ეგეთ მართველებზე დიაგნოზი არის პარანოია. ხო, სხვა დიაგნოზი ხარ რანაირად უნდა დაშვა. აქ პოლიტიკა რანაირად უნდა დაინახო, ხო? აი რანაირად უნდა დაინახო. რაღაც მაფიოზური მეთოდებით იმართება ქვეყანა ესე ნუ ეხა ბუნებრივია ეხა ამას გვისაუბრია ჩვენ. ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია, ხელისუფლება დიდი ხანია კრიმინალიზებულია და მაფიოზური სტანდარტით იმართება. სასამართლო რა გონია, ჩაცუცქულები არჩევენ საქმეს, მოსამართლეები. ჩაიცუცქებიან და ეგრეთ წოდებული აი რუსული ფრაზაა პაპანიაწიამ არჩევენ რა საქმეებს რა. ეს კი არა რომ კანონმდებლობა და ესა, არაფერი. ეკუთვნის ძმაო ბიძინას ბაჩიაშვილისგან ეკუთვნის. მაშინ მოიტანოს რა. ქურდები რო არჩევენ საქმეს. აი დაახლოებით ესეც სასამართლო გვაქვს ხა რა. ხო, მეორე მხრივ ახლა ხედავთ კანონების ისე გამკაცრებას და ისეთი კანონების მიღებას, კანონებსო თავი დავანებოთ, აგერ ეხა ოპოზიციას ერთად ავკრძალავო ამბობს. აი ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ უბრალოდ დიქტატურას გვიმყარებს ეს ადამიანი. არა, ნუ ბუნებრივია ეხა ბუნებრივია დიქტატურისკენ მიდის, ხო, ეს არის მოდელი სამ ფაზად იყოფა ეს ყველაფერი, ხო? ავტორიტარიზმი, როდესაც შენ ესე რომ ვთქვათ, ყველა ინსტიტუტს, ხო, აუქმებ ინსტიტუციურ ბალანსებს და ერთ ვერტიკალში აქცევ ყველა ინსტიტუტს. მეორე ეტაპი ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ეს არის უკვე დიქტატურა და ჩვენ ამ ფაზაში ვართ უკვე დიდი ხანია. ხო, თუმცა დასრულებული სახით არ აგვაქვს და მესამე ეტაპი უკვე გადავა ეს ტოტალიტარიზმში, უკვე პირადი ცხოვრების კონტროლიც მოუნდებათ. ანუ მარტო ის კი არ იქნება საკმარისი, რომ ჩვენ ყველა უნდა შეგვრეკონ ახლა მე სამზარეულოებში. აი სამზარეულოებში რაზე ჩურჩულებთ, ესეც უნდა იცოდენ. ეს არის საკუთრივ ტოტალიტარიზმი. ნუ აქამდე ჯერ არ მივსულვართ, მაგრამ თუ შემაკავებელი ფაქტორები არ გაჩნდა ქართულ საზოგადოებაში, საბოლოო ჯამში იქაც მივალთ და ახლა სისტემა საერთოდ ახასიათებს ეს ერთგვარი ბულემია, ხო? ის მუდმივად ანუ მისი სტრატეგია რა არის, ხო? მისი ზეამოცანა რა არის? ძალაუფლების აბსოლუტიზაცია. და სანამ რაღაც არ შეაკავებს, ისინი ყოველთვის წინ ივლიან, არ გაჩერდებიან. არ გაჩერდებიან, თუ რამე ხრელი დაინახეს, ის უნდა ამოქოლონ. ეს არის, ამიტომ ხდება და ეს რას გულისხმობს? გულისხმობს საზოგადოებრივი პოლიტიკური და თუნდაც სოციალ-ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროს კონტროლს. ყველაფერი უნდა აკონტროლონ. არაფერი არ უნდა დარჩეს მათი კონტროლის მიღმა. და ნუ ესეთი კანონზომიერება ესეთია, ეს არ უნდა რამ შეიძლება ხა ეს შეცვალოს? რამეს ხედავთ? შემაკავებელი ფაქტორი ხო რა შეიძლება იყოს? არაფერი, ნუ შიგა და გარე ფაქტორები. ოპოზიცია აღარ არის ფაქტორია, ჩავთვალ. ნუ ხვალსა ფორმალურადაც აღარ იქნება აკრძალავს. წინააღმდეგობა, შიგა წინააღმდეგობა და გარე წინააღმდეგობა. სინერგიას ქმნის გარე ფაქტორები და შიგა ფაქტორები, ხო? გარე ფაქტორებში მე არ გულისხმობ მხოლოდ დასავლეთის მხრიდან ზეწოლას, ხო? მოგეხსენებათ, რომ დიდი გეოპოლიტიკური რაღაცა პროცესი მიმდინარეობს ახლა და იმის თქმა მინდა, რომ იმ ტიპის რეჟიმის შენარჩუნება
მხოლოდ რუსეთის იმპერიაშია შესაძლებელი. ხო, მისი დომინაციის ქვეშ არის შესაძლებელი. ხა, ილუზია იმის, რომ ამ ტიპის რეჟიმი ააშენო და შენ დასავლეთთანაც ურთიერთობა გქონდეს, არ არსებობს, ხო? არ არსებობს, შესაბამისად ჩვენ შევდივართ ისევ რუსეთის პროტექტორატის ქვეშ. უნდა იმას და ის იქნება ამის გარანტორი, ამის სტაბილურობის, ამ სისტემის გარანტორი. და ამის შეკავება როგორ შეიძლება ისე რუსეთი თუ იმდენად დასუსტდა, რომ ესე რომ ვთქვათ, მისი პატრონაჟი ვეღარ იყო ეფექტური, ეს ფაქტორიც მუშაობს, ხო? გარდა ამისა, სასანქციო პოლიტიკა ბუნებრივია და ესეც ასუსტებს რეჟიმს. მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნება საკმარისი თუ შიგა წინააღმდეგობის ფრონტი არ გაიშალა მძლავრი. ხო და როგორ რაღაც თითქოს ყველაფერი დაზიანებულია უკვე აქეთ ოპოზიციაშიც, ხო, აქეთ მხარეს. კი ბატონო, რთული მდგომარეობა, დღეს მდგომარეობა და ასე შემდეგ. კი ბატონო, გეთანხმებით, რომ რთული მდგომარეობაა. იმიტომ რომ დღეს ხელისუფლება უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რომ ძალაუფლება ფაქტობრივად ქუჩაში აგდია, ხო? ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია. და არ ჩათვალოთ, რომ მხოლოდ გარეთ არ აქვს, ქვეყნის შიგნითაც არ აქვს საკმარისი ლეგიტიმაცია. მაგრამ არ არსებობს პოლიტიკური ძალა, კი, ძლიერია, იმიტომ რომ მისი ოპონენტები არიან სუსტები. მისი ძალა არის მოწინააღმდეგის სისუსტეში. დღეს მთავარი მოკავშირე ბიძინას ხელისუფლებაში ყოფნის მთავარი გარანტი არის ოპოზიცია. ოპოზიციაზე დგას ფაქტიურად, ხო? ეხლა როდესაც 4 ოქტომბერი მოხდება, როდესაც პირდაპირ სრულიად აშკარად, ხო, სათაგურში ყველს შაგიდებენ და შენ ოპოზიცია რო ქვია, რომელსაც ამ ხელისუფლების შეცვლა გინდა და კატათაგობანას თამაში პირდაპირ ამ ყველს რო ეცემი და სათაგური რო დაიხურება, ბუნებრივია საზოგადოებას როგორ შეიძლება ესეთი ოპოზიციის იმედი ქონდეს, ხო? აქედან გამომდინარე, ბიძინას კოზირები უნდა ვეძებოთ ჩვენ ისე ოპოზიციაში. მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს, რომ რაღაცა არ შეიცვლება ამ ხრივაც, ხო? ხო, ჯერ პერსპექტივა არ ჩანს უბრალოდ. ხო, ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს, კი ბატონო, გეთანხმებით. ასაგებიან ამ პესიმისტურ ნოტაზე. ვას დავასრულოთ ინტერვიუ. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის.